აი აქ უნდა ავიდეთ ეხლა აქ. და ეხლა ფეხით ამსვლელი ნამდვილად არ ვარ და იმედია რაღაც ტრანსპორტი არსებობს, თორე აქამდე მოვიდით მანქანით, იმდენი კლაკნილი ქუჩა გამოვიარეთ, რომ აი ეხლა ფეხით რო ავიდე, იქ შეიძლება აღარც ჩამოვიდე იქიდან. საბედნიეროდ ავტობუსები არსებობს, რომლებიც ჩვენ იქ აგვიყვანენ. აი ხო ვიშვირე თითები იქამდე და როგორც იქნა ამოვედი, მთელი ისტორია აქ დილს მოვაღწია. თავბედი კი ვიწყევლე სანამ აქამდე მოვედი. და კიდევ ფეხით სასიარულოა ბევრი. ახლა რუმინეთში რომ ვიყავი და იქ დრაკულას ციხესიმაგრე ვნახე, ის მეგონა რაღაც, მაგრამ ეს რაღაცა სწავლია მთლიანად. ხო ის საოცრება. ძალიან მაგარი რაღაცა. ამის აშენება ერთი თელი ამბავი იქნებოდა. ვინც ეს ააშენა, მაგარი ინჟინრები იყვნენ. კარიბჭე და რაღაც. ძალიან ბევრი ესეთი გვირაბივით ასასვლელი შემოსასვლელია აქა. და ესე მიბრძანდებით ზემოთ. და ზუსტად ახლა უნდა წამოსულიყო წვიმა. ულამაზესი ხედები აქაც. კლდეები რა საინტერესო კლდეები აქ. Yeah, man. Man, it's crazy. შიდა ეზო ამას ქვია. აი ეს მესმის. ჩინელები თუ იაპონელები როგორც ყოველთვის ძალიან ცნობის მოყვარეები არიან ისტორიის მიმართ. ექსკურსია მძღოლი. დიდი. წვიმის მიუხედავად. თუნ ეს ციხესიმაგრე უფრო ადრე აშენებული, ვიდრე ის ავეჯი, რომელიც აქ არის განლაგებული. ასე რომ მე მგონი ამ ავეჯის ნახვა თბილისის საანტიკვარო მაღაზიაში შემეძლო. ხაძინებელი ოთახი და რა პატარაა ეს საწოლი. ანუ ადრე ადამიანები ბევრად უფრო პატარები იყვნენ. ჩვენ ამერიკაში მიჩვეულები ვართ king size beds. სამეფო ზომის ლოგინს, მაგრამ ეს თუ არის სამეფო ზომის, მაშინ რა გამოდის? საბაზანო. აი ადრე ასე იბანდნენ. ანუ საერთოდ არ იბანდნენ, ასე გამოდის. ეს მავრების ციხესიმაგრეა. მაქვს ბილეთები, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იქ ფეხით მივალ. ჭერი აქ რაღაცა სწავლია. საქართველოში რომ რეკლამები არის ხოლმე მოსაჭიმი ჭერი და ასე შემდეგ. სად იყო მაშინ ეგეთი რაღაცები? აი ესეთი შეიძლება დაიდგას სახლში, რამე რო იყოს. ესეც Nokia-ს მიერ გამოგონებული ტელეფონია. არა, Sony Ericsson-ია ესა. დიდი დარბაზი, სადაც ხერხდებოდა ხოლმე მიღება ადამიანების. მთელი საზოგადოება აქ იკრიბებოდა. ყველას, ვისაც კი რანგი და ჩინი ქონდა ქალაქში და ქვეყანაში, აქ ხვდებოდნენ ერთმანეთს. მე მგონი ალა პუგაჩოვას ბინაშიც ასეთი ის არის ინტერიერი და ძალიან ბევრ თანამედროვე არა მხოლოდ რუს, ძალიან ბევრ თანამედროვე ადამიანს მოსწონს ესეთი ავეჯი და ყველაფერი და დასაწუნი აქ არაფერი არ არის, ძალიან მდიდრულია, მაგრამ არა თანამედროვეა. აი მაგალითად ამერიკაში რომ სახლი ვაჩვენო ვინმეს და იქ სადაც ესეთი ან მსგავსი ავეჯი რომ იყოს, იტყვიან რომ ეს რა არის, ეს რა მოძველებული რაღაცა და არა და აი ამას ხო უნდა დაგაკეთება, რამდენი ძალღონე და შრომა და ხელობა არის ამაში ჩადებული. ეს ჯიმი ჰენდრიქსის ვიოლინო იქნება. არა, ნიკოლო პაგანინის ვიოლინო შეიძლება იყოს. ძალიან ლამაზი კია. მეფის ხმალი და იგივე მეფის ხმალი ამ სურათში. ზუსტად ეს ხმალი აქვს.
სასადილო ოთახი, აქ გადაიხდიდნენ ხოლმე სადილს და რაღაც შეხვედრებს და ასე შემდეგ. ნუ ახლა შეიძლება იმდროინდელი ქელეხებიც იყოს გადახდილი აქ და ქორწილებიც ვინიც ხედები. მთელი სილამაზე აქედან. ხო, აი ამას ხო უნდა დააშენება. რა ადამიანმა აშენა ეს ყველაფერი და რა არქიტექტორმა დაგეგმა. აი ეს ხო რაღაც სასწაულია რა. აი რანაირი გაქანება ქონდათ მაშინ ადამიანებს. დრო ქონდათ რომ ამდენი მოპირკეთება გაეკეთებინათ. დღეს რა ესეთ რაღაცას რო გააკეთებს ადამიანი, მე მგონი მილიარდები დაჯდება და მაშინ სამუშაო ხელი არაფერი არ ღირდა. 1 200 200 კაცი ისე შეეწირებოდა ამის აშენებას როგორც არაფერი. მეფეებს სადაინტერესებდათ. ადამიანის სიცოცხლე არაფრის ფასი არ იყო მაშინ. მონები და წავიდა. აი ესეთი პატარა კოშკი საქართველოში ძალიან ისე არაფერი არ შეიძლება, მაგრამ მაგალითისთვის მუშაობს რა, აჩამოდის წყალი თავზე. ეს არის ძალიან ცნობილი პორტუგალიური რამ, ეს იუნესკოს მემკვიდრეობაშიც არის შესული. აი ეს კერამიკა ძალიან ლამაზად არის გაკეთებული. ხშირად ლურჯი ფერი არის ამ კერამიკაში გამოყენებული და ხშირად ძალიან სხვადასხვანაირი ფერებიც. მაგრამ ეს არის ტიპიური პორტუგალიური მსოფლიოს მემკვიდრეობა. აი როგორც ჩვენ ქართველებისთვის არის ჩვენი მინანქარი, ხაჭაპური, ხინკალი, ჩვენი სიმღერები და ცეკვა, თამაში, ეს ყველაფერი. ასე არის პორტუგალიელებისთვის აი ეს კერამიკა. აი ეს. ხედავთ ვიღაცას კლავს. და ვინც ის აქედან რამდენი ადამიანი არის სიცოცხლის გამოსალმებული. არ მოეწონებოდა მეფეს ვიღაცის მოქცევა. აი გადაუშვებდა ზუსტად აქედან პირდაპირ ქვემოთ. ვინც ის რამდენი ადამიანი შეეწირა აქ ის ქვემოთ არის მშვენიერი პარკი. და აქ მოდიოდა მეფეს ალოცავად. აი მე ვიყავი აქ.